დერია ჰანიმშვილი ჰყავს 18 წლის. არქანი ჰქვია. როგორ გონია მეთაურო, შეიძლება თურგუთის იყოს? ფოტოთი ვერ გავიგებთ, ბატონო. ამისთვის დნმ-ის ტესტია საჭირო. მაშინ ოჯახისგან და ისქანდერისგან ამას რატომ დამალავდა? იქნებ ქორწინების გარეშე შვილის ყოლა. დღეებში დავბრუნდით, როცა ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს ეს დღე ბოლოა, არა? ხალილ იბრაჰიმ, ეს ყველაფერი როდის დასრულდება? საერთოდ დასრულდება? ხო, ჩემო ზეინებ, დასრულდება. პირობას გაცლებ. ყველაფერი დასრულდება. შენ ჩემს გვერდით იყავი, გიყვარდე და ყველაფერი მორჩება. დამიჯერე. ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. არაფერი მომხდარა, არა? როცა ის სატანა ლოგინში ჩაგიწვა. როდის? ეგრას ნიშნავს. ბავშვთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სიურპრიზს ვერ გადავიდან. მსგავსი არაფერი მომხდარა. ხამე ლოგინში გადატრიალების მეშინია, რომ არ გაგახვიძო. ასეთი რა დაგალევინა, რომ გაითიშე. არ ვიცი, ვერ გავიგე. გთხოვ ეს თემა დავხუროთ. დავხუროთ. საერთოდ დავხურავ. ნახოთ როდის. ზეინებ. ნუ რაფერს გააკეთებ. გაჩერდი, ხალილ იბრაჰიმ. ცხვირს ნუ ჩაყოფ. ეგ შენი საქმე არ არის. მე მეხება. ვიზიარებ ჯამალ. მეგობრები მაინც იყვნენ ჯანმრთელად. ხედავთ, როგორია ცხოვრება. ჩვენთვის განკუთვნილი ტყვია ჯელალს მოხვდა. ჯელალს, ასე არ არის იაჰია? ჯელალმა თავი გასცირა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. რამის გაკეთება რომ შეგვეძლოს გავაკეთებდით, მაგრამ ის ვირთხა იმალება. ერთი იდეა მაქვს მუსა, მაგრამ არ ვიცი თუ გააკეთებთ. მე თუ არა იაჰია გააკეთებს ისქანდერ. უბრალოდ თქვი. რუსო ჩვენს წინააღმდეგ იმ ადამიანებს იყენებს, ვისაც წლებია ვიცნობთ. მასზე არაფერი ვიცით, მან კი ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცის. და ამას რა უშველოთ, ისქანდერ? ვიაროთ და ხალხი რუსოს წინააღმდეგ განვაწყოთ? ყველა არა, მაგრამ ისინი, ვისაც შეიძლება მასთან საქმე ჰქონდეს. ვისაც რამე აქვს დასაკარგი. ის ხალხი ვნახოთ, ვინ შეიძლება თურგუთმა ან რუსომ გამოიყენონ. ისკანდერ, შენ გვთავაზობ, იაჰიამ ყველა გაართქილოს, თუ ვინმე გვიღალატებს, თელს საგვარეულოს დავმარხავთ? აბა რას ვიზამთ? მე იმ სერქანს მოვკლავ. სერქანზე და მის ოჯახზე არ ვლაპარაკობ სერქან. აშკარაა, რომ ხალხს აიძულებენ ასე საქციელს, უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენც საქმის კურსში ვართ. იმას გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ისქანდერ. თუ რუსოსი ეშინიათ, ჩვენი უფრო მეტად უნდა შეეშინდეთ. წერტილი. მეთაურო, ხელს გიშლით, მაგრამ თქვი რომ ის რუსო იპოვეთ. სამწუხაროდ ჯერ არა, მეთაურო. ზეინებ ჰანიმი მოვიდა და თქვენი ნახვა სურს. ზეინებს ჩემთან რა საქმე უნდა გქონდეს? არ ვიცი, მეთაურო. შემოვიდეს. გამარჯობა, მეთაურო. მოგზანდით? იმედია მშვიდობაა. ღმერთ მაგნას. გმადლობ. გისმენ. მეთაურო, მე ვიცი ვინ ხართ.
და პატივს ვცემ იმას, რასაც აკეთებთ. მინდა იცოდეთ, რომ ამას არცად და არავისთან ვიტყვი. ზეინებ შვილო, საქმეზე გადადი. მინდა რაღაც გთხოვოთ. ეს პირველი და უკანასკნელი თხოვნა იქნება. თუ დამეხმარებით, ხალილ იბრაჰიმს არასდროს ვკითხავ, რას აკეთებს, საიდან მოდის, სად მუშაობს, პირდებით. და რა თხოვნაა? მეთაურო ხალილ იბრაჰიმის და დიდემის ქორწინება ბათილად გამოაცხადეთ. ეს როგორ ვქნა? ხომ იცით, რომ შანტაჟის შედეგად დაქორწინდნენ? იძულების შედეგად. იმ დღეს შეიარაღებული თავდასხმაც მოხდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა მიზეზია, რომ ქორწინება გააუქმოთ. თქვათ ეგ შევძელი მერე? დიდემს ჩვენების მიცემაში ხელს შეუშლი? მითხარი. არა. ამასაც თქვენ გააკეთებთ. და თუ არ გავაკეთე? ვფიქრობ, უბედური ხალილ იბრაჰიმის საქმეშიც არ გამოგადგებათ. ღამით სად იყავი? სახლში არ მოხვედი? ზეინებთან წახვედი? ო, ზეინებთან ვიყავი. მინდოდა მეჩვენებინა, რომ რასაც აკეთებ არაფერში დაგეხმარებ. ასე ქცევას თუ გააგრძელებ, სახლში საერთოდ აღარ დავრჩები. ხალილ იბრაჰიმ, ჩემი ქმარი ხარ. ასე ქცევას თუ გააგრძელებ, ყველაზე მეტად ზეინებს ვაწყენინებ. დიდემ, წადი და იმკურნალე. ზეინებთან რაღაც პრობლემა გაქვს. ამას მე ვერ გადავწყვეტ. მხოლოდ ექიმები შეძლებენ. ხო. ზეინებთან პრობლემა მართლა მაქვს. იმიტომ რომ მის გამო ქმარი მატყუებს. ჩემსა და საყვარელ ადამიანს შორის დგას. კინაღამ გახდა ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზიც. სისულელეებს ნულაპარაკობ. არც ამის მოსმენა მინდა და არც შენი დანახვა. ჰალილი მოდის. ქალბატონი რას ამბობს? რა სიტყვის? სულ ზეინები და ზეინები. ვიდრე სახლში არ რჩები, სულ უარესი და უარესი იქნება. რაც უნდა ისაკეთოს. ეს მაინც ასე მოიქცევა. რესტორანში მივდივარ. კარგი ძმაო. სად მიდიხარ? კიკები მოვლენ. დაურეკე და რესტორანში მოვიდნენ. მზად ვარ, დედა ნედიმე. მართლა გინდა წამოსვლა დამლა? ხო, რა თქმა უნდა. რა იყო, ჩემთან ერთად წამოსვლა არ გინდა? შენი რძალი არ ვარ? ვიფიქრე, ეს მას ნახვა არ მოგინდებოდა. ჩემი რძალი ხარ, წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? ნედიმე, მგონი დამლას ჩანთა მძიმეა. ხომ არ შეამოწმებ? ეგ აღარ მჭირდება, დეიდა. ეს მას თავიდან მოშორების სხვა გეგმა მაქვს. კიკებთან ურთიერთობას ხომ არ გულისხმობ დამლა? ხო, ყველაფერი ჩემს ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული. წავიდე ჩვილო, წამოდი. დამლა. როგორ ჩანს, დედა შენი მისასამძიმრებლად ჯამალთან პირველი წავიდა. რატომღაც სასწრაფოდ გაიქცა. დეიდა, რატომ? დამლა. მორჩა, წავიდე ჩვილო. ეგ არ გაჩერდება. მაბრაზებ. ელიფ. ზეინები დილიდან სად გავარდა? არ ვიცი დედა, ჩემთვისაც არაფერი უთქვამს. თუ არ უთქვამს, ესე იგი ეს მასთან არ არის. შენს ქმართან ერთად არ უნდა იყოს? დაურეკე, გაიგე. ზეინები რაში გაინტერესებს? შვილო ის ზეინები, რომელსაც ვიცნობ, დიდემს ხალილ იბრაჰიმთან არ გააჩერებს. მაინტერესებს, როგორ მოიშორებს. და რა უნდა ქნას?
მეც ეგ მაინტერესებს და გეკითხები. საიდან უნდა ვიცოდე? კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ. შემოდით, შიგნით გელოდებიან. ბიძია, მე ჭიშკართან მიქნები. კარგი აიჰან, გაერთე, მიდი. დაიკო, დილიდან არაფერი მიჭამია. პური ხომ არ გაქვთ? ახლავე მენიუს გამოგიგზავნით. კარგი, ჭიშკართან მიქნები. ახლავე. გამარჯობა. გამარჯობა. იაჰიას თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. რა ამბავია იაჰია? თურგუთის და რუსოს კვალზე ხომ არ დადექი? ჯერ არა. დილას ქემალთან ვიყავით. ისკანდერმა გთხოვა გვეპოვა ის ხალხი, ვინც შეიძლება რუსომ გადაიბიროს და ყველას დავემუქროთ. ყველა შევკრიბე და ვუთხარი, თუ რომელიმე შეცდება, პასუხად ტანჯვას მიიღებს. ეს გთხოვა და ჩვენც გავაფრთხილეთ. ეს რატომ უთხარით? რუსოს ეტყვიან და ის შეტევაზე გადმოვა. თან არ ვიცით ამჯერად სამიზნევინ იქნება. სწორად მოიხსნენ, მართალია რუსო აუცილებლად მოინდომებს თავდასხმას. გარენდებულ გველს რატომ აწვალებთ? რა იცით, ვის რას დაუშავებს? და რა უნდა გაგვეკეთებინა ოღუს? დაველოდოთ რას გააკეთებს? ჩვენი მეგობრი შვილი საკუთარ სახლში მოსაკლავად მოგვიგზავნა. ჯელალიც ასე მოკლა. თუ ვერ ვიპოვეთ ეგ გველი, სადაც იმალება, ყოველი თავდასხმის მერე მაგ სოროში ჩაძვრება და გაქრება. თურგუთი იმ ქალთან აუცილებლად მივა. რუსოზე მისი დახმარებით გავალთ. კიდევ შვილი ჰყავს, რომელიც ყველას დაუმავა. მაგრამ ახლა არ არის ემოციების აყოლის დრო. გგონიათ, ასეთ შეცდომას დაუშვებს და იმ ქალთან წავა? კარგი, თურგუთის შვილის ამბავს მე გავიგებ და დავავალებ მამამისი მოიყვანოს. აი ამ გზავნილს ნამდვილად გაიგებენ. 18 წლის ბიჭს არ შევეხებით იაჰია. პოლიცია უთვალთვალებს და ჩვენც დაველოდებით. კარგი. მომიტანე. სადმე იყავი რუსო? კიკები. ქალაქში იყვნენ ვიღაცის სანახავად. მეც წავედი ბიჭებისგან დეტალები რომ გამიგო. და რა გაუკეთებიათ? იაჰია დაემუქრა. უთხრა რომ თუ ჩვენ ვემუქრებით, ისინიც საფრთხეს შეუქმნიან. ჩვენ თუ დაუკავშირდებით, უნდა შეატყობინონ. ძალიან ცუდია, რომ ძმები ცოცხლები არიან, მათი ყველას ეშინია, იმიტომ რომ რასაც ამბობენ, აუცილებლად აკეთებენ. თავდასხმაზე უნდა გადავიდეთ. ასეც გავაკეთებ. გარკვეული დროით გაგიშვებ. ეს რას ნიშნავს რუსო? ვიდრე არ ვნახავ, რომ ყველა ამოწყდა არსად წავალ. თურგუთ. ქალაქელი ადამიანი ხარ. ჩემსავით აქ ვერ იცხოვრებ. არ მინდა აქ იბოდიალო. შენთვისაც ასე აჯობებს და მეც უფრო თავისუფლად ვიქნები. როდის წავიდე? ახლავე? ღამით. მინდა დარია და არქანითან წავიყვანო. მათ თუ იპოვიან, ტკივილს მიაყენებენ. არც დარიას წაიყვან და არც შვილს. რუსო, უფლება მომეცი წასვლამდე ვნახო. როგორც ხვდები უკან, მალე არ დავბრუნდები. მალე დაბრუნდები თურგუთ. ეგ საიდან მოიტანე? მომისმინე რუსო. ერქანი ჩემი ერთადერთი შვილია. მისთვის სათანადო ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, ვინმეს რამე რომ არ გაეგო. უბრალოდ ვნახავ და დავბრუნდები. იქ არ შეყუნდე. ჩვენს ბიჭებთან ერთად წახვალ. თუ რამე საეჭვო იქნება, მაშინვე წამოგიყვანენ. შევთანხმდით?
მიპასუხე. შევთანხმდით. კარგი. ისევ სადმე მიდიხარ? კიკების საქციელს უპასუხოდ ვერ დავტოვებ. რამე უნდა დავგეგმო. თქვენ კი ბანაკისადმე სხვაგან გადაიტანეთ. აკაურობა სწრაფად დაალაგეთ. დიახ, უფროსო. ბიჭებო, ხომ გაიგეთ? ავიშალეთ. აქედან დავიწყოთ. სწრაფად. შვილის დაკარგვა ყველაზე დიდი ტკივილია. არც ვიცი შენ როგორ გაუმკლავდი. არ ვიცი. ვერ გავუმკლავდი, ჯამალ. ამ ტკივილით ცხოვრებას სწავლობ. ძნელია. ძალიან ძნელია. ღმერთმა მოთმინება მოგცეს. ყველამ ვიღაც დავკარგეთ. მეც ახალგაზრდა შვილი დავასაფლავე. ლეილა კი შვილივით მყავდა. რა კარგი მხარდაჭერაა, დედა. ამ ადამიანებს გლოვა აქვთ. ბოდიში. მეც თანაგიგრძნობთ. ხო, ვერავინ შეგვიცვლის იმათ, ვინც დაგვტოვა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. კარგი რაღაცებიც მოხდება. ასე არ არის, ისკანდერ? ასეა, აიშე, ასეა. როცა ის ხალხი მოკვდება, ვინც ტკივილი მოგვაყენა, ყველაფერი დაალაგდება. სულ ცოტა დარჩა, აიშე. სულ ცოტა. მალე ყველაფერზე პასუხს აგებენ. კარს გავაღებ და მოვალ. მობრძანდით, ნედი მეჰანიმ. შემოდი დამლა. გმადლობ. აქ რას აკეთებს? ესმა ასეთ დროს არაფერი უთხრა. წუხარება გამოხატონ და წავიდნენ. აშკარაა, რომ ნედიმესთან ერთად მოვიდა. ჩვენი თანაგრძნობა მიიღეთ. გმადლობ და მეგობრები ჯანმრთელად ვყავდნენ. შვილო, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს. გმადლობ, ნედი მეჰანიმ. თქვენც თანაგიგრძნობთ. შემოდი, დედა ნედიმე. გინდა გამაგიჟო, შვილო? დედა. ფიქრეცაც უნდა დამოსვლა, მაგრამ საქმე გამოუჩნდა და გვითხრა, მის გარეშე წამოვსულიყავით. გასაგებია. ფიქრეთ შენთან ერთად მოსვლა არ უნდოდა და ეს ამიტომ მოიფიქრა. შვილო, ეს თემა შენ არ გეხება. ნედიმე. ფიქრეთს რა საქმე გქონდა? ხალილ იბრაჰიმთან წავიდა. შენ რამე იცი, ისკანდერ? რამე სიახლე ხომ არ არის? რამე რომ ყოფილიყო შეგვეტყობინებდნენ. შენ მაინც ოღონდ დაურეკე, რამე თუ ხდება, ჯამალი აქ დარჩება, ჩვენ კი წავალთ. რა მოგართვათ? ჩაის დავლევდი. მე არაფერი, გმადლობ. ელიფ, ნედი მეჰანიმს ჩაი მოუტანე თუ შეიძლება. რამეს გეგმავ? დედა, მოდი ნუ ვიჩხუბებთ აქ, კარგი? გმადლობ, შვილო. მავი არ არის, უბრალოდ შეხვდნენ. რამე უნდა გამოჩნდეს, ისკანდერ, ასე დიდხანს ვერ ვისხდებით. ნედა ვამდენი წლის განმავლობაში მათი სახეები როგორ ვერ დაინახეთ. აიშე, ზოგ ადამიანს სახის დამალვა ძალიან კარგად შეუძლია. ეს ხვებზე უკეთ უნდა იცოდე. შენს მეგობარ, შენს ნათესავს შეუძლია ქმარი წაგართვას. მერე კი იაროს და ყველგან იძახოს, რომ მისი კაცია. მართალს არ ვამბობ? იდეა სწორია ესმა. უბრალოდ არ მესმის ახლა ჩემზე რატომ ვლაპარაკობთ. ახლა ვიაგიხსნი, აიშე. ზოგი ადამიანი უცბად არსაიდან ჩნდება. მაგალითად რუსო. სამიზნეს ირჩევენ. ამ სამიზნეზე დიდხანს ფიქრობენ და თვლიან, რომ მის მისაღწევად ყველა მეთოდი უნდა გამოიყენონ. თან თავს ისე იჭერენ, თითქოს რამე ხირსეულს აკეთებენ.
მოდით ნუ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაშიც ვერ ვერკვევით. მეც ესე ვფიქრობ და საერთოდ ჯობია წავიდეთ. ნარგის ხანიმ, ერთი წუთით. იმ ადამიანს რომ ჩააფრინდი, რომელსაც არ უყვარხარ, ღირსეული საქციელია? გაგაცილებ ნარგის. ერთი წუთით, ქემალ ბეი, ერთი წუთით. რა უსირცხვილო ხარ? ბიძა შენს ტრაგედია აქვს. მამა შენიც აქაა და მათი თანდაზრებით ცოლიან კაცზე ოცნებობ. ფიქრეთს მხოლოდ სიზმარშით უნახავ. შვილო, ამ სახლში გლოვაა. დედა ნედიმე, მე ხომ არ დამიწყია? თუ არ დაგიწყია, დაასრულე. კარგი. ნედიმე ხანიმ, დასრულება არ შეუძლია. მარტო სისხლის სმაიცის, წურბელასავით. ესმა გაჩუმდი. წურბელა? ენას ამოგაძრობ. მიდი. მიდი ამომაძრე. იმას გავაკეთებ, რასაც დიდი ხანია იმსახურებ. გოგონებო. მორჩა, ესმა, თუ მოვინდომე ბაღლინჯოსებით გაგსრეს. უბედური და სიყვარულის მათხოვარი ხარ. შენ კი მარტო ის შეგიძლია ჩემს ქმარს შორიდან უყურო. უბედური შენ ხარ. მუხლუხო. დამლა. მორჩა, წავიდეთ. მე შენ გაჩვენებ. მორჩა, წადი. აი ნახავ. მაბადიეთ. უბრალოდ რომ ვხედავ, ძალიან ვბრაზდები. ახლა ხანს დავგრიფე და ისევ გაიზარდნენ. პოზაჟის მოვლა რთულია. შენ ვერ გაიგებ თურან. პეიზაჟის ოსმან. და მე რა ვთქვი? იგივეა, ხო, კარგი. ზეინები რეკავს. ხო და უპასუხე. გისმენ ზეინებ. თურან შეგიძლია კარი გააღო, მოვედი. ჰალილ იბრაჰიმის სახლში არ არის. ვიცი, მასთან არ მოვსულ ვარ. კარგი, ვაღებ. მაშინ მე რატომ უღებ? დიდემი დაინახავს და გაგიჟდება. და რა უთხრა ოსმან რომ ვერ გავუღებ? ახლა ყველაფერი გართულდება. აი ნახავ. მოგძანდი ზეინებ. გმადლობ თურან. ზეინებ, გამარჯობა. მოხდა რამე? არა, მაგრამ მოხდება. რა მოხდება? დიდემი სადაა? სემა სამზარეულოშია, დიდემი ზამთრის ბაღში. სამზარეულოში წადი. დიდემი დაგინახავდა. ზუსტად მასთან მოვედი. რას გაშტერდი? მიდი სემას უთხარი, დროზე. რა მოხდა? გაიგე, მე და ჰალილ იბრაჰიმი ერთად რომ ვიწექით და გამოიქეცი? ჩემი ქმარია. რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით. ვინმეს საწოლში აღმოსაჩენად ასეთი იაფფასიანი სვლები შენი სტილია. ჰალილ იბრაჰიმს არასდროს შეუყვარდები და არც ყურადღებას მოგაქცევს. რისი იმედი გაქვს? ხომ გითხარი? იმას გავაკეთებთ, რის გაკეთებასაც შენ ვერასდროს შეძლებ. ბავშვს. ხო, შეიძლება მე ბავშვს ვერასდროს გავაჩენ, მაგრამ ამას ნაკლად არ ვთვლი. არავის ცხოვრებაში შანტაჟის და მუქარი საშუალებით არ ვარ. შენ მართლა ცუდი ადამიანი ხარ. გონია ბედნიერი მომავალი გექნება? არ გექნება დიდემ. ზეინებ, რატომ ეკონტაქტები? ნერვიულობადაც არ ღირს, წამოდი. წადი ჩემი სახლიდან, რომ შვიდად ვჭამო. ეს შენი სახლი არ არის დიდემ. პრობლემა თუ სახლია?
ამ საკითხს გადავჭრი თუ ამრავი სახლი მაქვს. პრობლემა შენ ხარ. შენ წაეთრევი ამ სახლიდან. გონი დაგავიწყდა რა მოხდა. ამ სახლიდან რომ გამაგდე. ზეინებ, შეეშუ ჩემი ხათრით, წავიდეთ. არა, ჩემო დათვო. აქედან ისწავა. და ჩვენი ცხოვრებიდანაც წავა. ზეინებ, იქნებ ჰალილ იბრაჰიმის მოსვლის მერე დავილაპარაკოთ. ჩემი ქმარი რომ მოვა, მერე რა შეიცვლება? რა სიზამს ამ სახლიდან გამაგდებს? ჰალილ იბრაჰიმი შენი ქმარი არ არის. მოწმობას ხელი შენ თვალწინ მოვაწერე, ზეინებ. მოწმეებიც აქ არიან. როგორც ჩანს, მომხდარი ვერ დაგიჯერებია. თუ ისევ მეხსიერება დაკარგე. გონი არ იცი. ეს ქორწინება გაუქმებულია. ეს როგორ? ეჭვიანობისგან რას ლაპარაკობს არ ესმის? მოწმობა მე მაქვს. კარგი. ეგ მოწმობა წაიღე და ამ სახლიდან გაეთრიე. სადაც გინდა იქ იჩივლე. წადი და ჰალილ იბრაჰიმი დაასმინე. უკვე აღარავის აინტერესებს. გონი არ გესმის რას ამბობ. მაგრამ გონს მოგიყვან. შენი თავხედობის გამო პასუხს აგებ, ზეინებ. ყველა პასუხს აგებთ. ნახავთ. ზეინებ, რას აკეთებ? რას ნიშნავს წავიდეს და დაასმინოს? დაქორწინებულები არ არიან? არ არიან. თან დიდემი ახლა ჰალილ იბრაჰიმს ვერაფერს დაუშავებს. შენი ქმარი რას აკეთებს? დედა ზეინეფი ჰალილ იბრაჰიმის სახლში წავიდა. და ის გოგო? უცნაური ისაა, რომ ის გოგოც იქ იყო. მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ის გოგო რომც მომკვდარიყო, ზეინებს იქ არ დატოვებდა და არ წავიდოდა. ზეინებს დაურეკე. დაურეკე არ პასუხობს. დაურეკე კი პასუხებს. წავალ დამლას ამბავს გავიგებ. დავბრუნდები. ღმერთო, ნახე რას ამბობს ნედიმე. შვილო, საკმარისია. ის ხალხი გლოვობს. შენ კი იქ ჩხუბობ. დედა მე დავიწყე? მან დაიწყო. მათ სახლში სტუმრები ვიყავით. რატომ გადაწყვეტე თავს დასხმოდი? ფიქრეთი რომ გაიგებს რა სიტყვის. გეტყვი რომ მის გამო თავი შევიკავე. ხედავთ. დეიდა ნარგიზ, მართლა ესმამ დაიწყო. მე მაგალითად რატომ მომიყვანა? ფიქრეთზე ლაპარაკი რატომ დაიწყო? მისი რა საქმე იყო? არ იყო. ღვთის გულისთვის. დამლას არაფერი გაუკეთებია. ჩაიც კი არ დაულევია. წუხარება გამოხატა და იჯდა. არა, თავიდანვე არ უნდა წამოსულიყო. ხომ გითხარით რომ პრობლემები იქნებოდა? დამლა იქ ზუსტად პრობლემების შესაქმნელად წამოვიდა. ხომ გაგაფრთხილეთ, მისი ჩანთა გაგიჭხრიკათ. გიხაროდეთ რომ დამლამ საერთოდ არ დაცხრილა. მართალია, უხაროდეს რომ არ მოვკალი. სანამ ცოცხალი ვარ ფიქრეთი ამ გოგოსთან არ იქნება. მორჩა. არ იქნება. გაწყვეტინებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია. რა მოხდა? ზეინებმა დიდემი სახლიდან გააგდო. ეს როგორ? ის ხომ ჰალილ იბრაჰიმის ცოლია. ქორწინება ფიქტიურად ცნეს. ღმერთო. ახლა ამ გოგოს ვინღა გააკაბებს? ვერავინ. ყველას ჩაგვიშვებს. ღმერთო. ყველა ეს პრობლემა შენმა ნიჰად მარტენმა შეგვიქმნა ფიქრეთ. არადა ყველა ჩვენი საქმით ვიყავით დაკავებული. ჯერ მოვიდა და მამა შენი დაითანხმა. მერე ოქროს მთებს დაგვპირდა. ისეთ ჭაობში აღმოჩნდით. ახლაც ვერ ამოვსულვართ. ისე რატომ მელაპარაკები თითქოს ეს ჭაობი ჩემი შექმნილია, ქემალბეი?
როცა საჭირო იყო მამას დავუპირისპირდი. მერე საჭირო გახდა და ბიძასაც, მაგრამ ვიდრე ტყვია პირადად თქვენ არ შეგეხოთ, ამ ხალხის გჯეროდათ. შესაძლებლობა მიეცით, ზურგი არ აქციეთ. ზურგი შეგწევა ასე ადვილი არ არის ფიქრეთ. ურთიერთობების დალაგებას წლები უნდა, მონაწილეობაზე უარს ვერ იტყოდი. თუ იტყოდი გასაგებია რაც მოხდებოდა ფიქრეთ. შვილო იაჰია, ხედავ როგორ გვიმართლებს. ამდენი წელი არავის შეუწუხები ვართ. არავის შემოუთავაზებია პატარა ლიფსიტებოს ვიგენებს შეუერთდითო. შენ კი მათი გშურდა. მე იმ ფულის მშურდა, რომელსაც ისინი შოულობდნენ, როცა ჩვენ ხურდაფულის ფასად ხალხს მარხავდით. ისინი ოქროს მთებს იღებდნენ. ასეა თუ ისე, ახლა როგორ მოვიქცეთ ჰალილ იბრაჰიმ? ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება. რუსოს დანაკარგის გარეშე თუ ავიყვანთ ამ მიწაზე ჩვენს წინააღმდეგ ვეღარავინ წავა. რუსოს ნაირები არასოდეს დამთავრდებიან ჰალილ იბრაჰიმ. რა სიტყვი ისკანდერ? დამთავრდებიან? ადამიანები დამთავრდებიან თუ არა არ ვიცი, მაგრამ რუსოს მოშორება ძალიან გაჭირდება. ისინიც დაიღალნენ ამ ბრძოლისგან. ვაჭრობამ დარტყმა მიიღო. ამიტომ გამოგზავნეს ისეთი ძლიერი ადამიანი, როგორიც რუსოა. ან რუსო ყველას მოგვიშორებს და ყველაფერი მათ ხელში გადავა, ან ჩვენ მოვიშორებთ მას და შემდეგშიც საკუთარ კანონებს დავამყარებთ. კარგი, მაგრამ შენ როგორ შეგეშვა? არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავიდან მოშორებას სულ ბოლოს გადაწყვეტენ. იმიტომ რომ იგებენ თუ აგებენ, მე ვჭირდები. ასეთი საჭირო რატომ ხარ ისკანდერ? ინფორმაციის გამო? გითხარით ჩვენც რომ ვიცოდეთ. ასე ვთქვათ, სხვებს მე ურჩევნი ვარ. შემიძლია თქვენც დაგელაპარაკოთ სახელმწიფოსაც და მათაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვდავი ვარ. რუსომ ღია თქვა, პირველივე შეცდომისას მომკლავს და სისტემას ფეხებზე დაიკიდებს. ვიცი მე რას გავაკეთებ თუ ხელში ჩამივარდა. შვილო იაჰია, შენ არც დაიწყო. ფიქრეთმა და ქემალმა ჰალილ იბრაჰიმი უკვე დააზარალეს. ახლა შენც. როგორც კი რუსოს დაინახავთ მოკალით. ცოცხალი უკვე აღარ გვჭირდება. თუმცა მასზე ადრე თურგუც თუ დაიჭერთ, ვინც მას მოკლავს, იმას პირადად მივხედავ. საყვარელო, რა მოხდა? არ მკითხო, ზეინებია ჩვენთან. ჩვენთან რა უნდა? მოვიდე და დიდემი გააგდო. დიდემი არ წავა. როგორ გააგდო? უთხრა, ქორწინება ფიქტიურია და ჩვენი ცხოვრებიდან მოშორდიო. ქორწინება ფიქტიურია? მეც ეგ მაინტერესებს. იქნებ შენს მეგობარს უთხრა, შესვენება გამოაცხადოს. სახლში წადით და გაიგეთ რა მოხდა. კარგი, კარგი. ჰალილ იბრაჰიმ, სახლში რაღაც მოხდა. ახლა დიდემის დრო არ მაქვს. ეს დიდემს არ ეხება, ზეინებს ეხება. მეგობრებო, ფიქრეთი და ჰალილ იბრაჰიმის სახლში უნდა წავიდნენ, მაგრამ მე აქ ვარ და შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ. კარგი. რა მოხდა? იმაზე ლაპარაკობს, რაც შენმა ცოლმა ჩვენ სახლში მოაწყო. რას ამბობთ, რა მოაწყო? დამლა მოვიდა და ესმას ყველაფერი უთხრა, რაც ენაზე მოადგა. თლად ასე არ იყო ჯამალ. იკამათეს ფიქრეთ. დამლას თქვენ სახლში რა უნდოდა? ფიქრეთ, სახლში რომ წავალთ გავიგებთ. ახლა ჩემს სახლშია პრობლემა. ზეინები. ზეინები? ზეინები თქვენ სახლში რას აკეთებს? კითხვების დასმას გააგრძელებთ თუ წავიდეთ? დიდემს ეჭხუბა? ეს შოთა ზეინებს მიუჩინე და არაფერს მატყობინებს. დაურეკე. გაიგოს რა მოხდა და შეგვატყობინოს. ახლა ვედაურეკავ. ვიდრე მივალთ, გავიგებთ რა მოხდა.